ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მკვლევარი ერეკლე შონია, ბატონო ერეკლე, დიდი მადლობა რომ მონახეთ და ჩვენთან მოხვედით და აი შიდა სიტუაცია ალბათ მაინც პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ ირიბად აი შიდა და საგარეო პოლიტიკაზე მინდა ვისაუბრო, იმ თვალსაზრისით, ანუ ადამიანზე თვითონ და ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე, რამდენადაც რაცა უნდა ჩვენ ბევრი ვილაპარაკოთ ხოლმე პოლიტიკასა თუ გეოპოლიტიკაზე, აქ ძირითადი და ცენტრალური ფიგურა ეს არის ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი ქმნის ამას ყველაფერს. მე ძირითადად ვერ თანხმობი ხოლმე აზრს, რომ ხალხი არის ბრძენი, ვინაიდან ხალხი ეს არის მაინც ადამიანების ერთობლიობა და ბევრ ადამიანში ეს ფსიქოლოგიურად მეცნიერებასაც დადასტურებულია, რომ პიროვნება კარგავს თავის მეს და ის რაღაცა მომენტში უსახურ მასის ერთ-ერთ ელემენტად იქცევა ხოლმე. თუმცა მაინც თუ დავაკვირდებით აი ჩვენთან ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, აი იმ გეოპოლიტიკური მოვლენების ჭრილში, რომელიც ვითარდება მთელ მსოფლიოში, მაინც რაღაცად გამოდის, რომ ხალხი არის ბრძენი. იმიტომ რომ მიუხედავად აი ჩვენი ხელთავიანობისა, ჩვენ ვართ ემოციურები და ჩვენი რაციონალური შემადგენელი ყოველთვის მეორე პლანზეა ხოლმე და ხელმძღვანელობის გზნობებითა და შეგრძნებებით, მაინც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი იქცევა დინჯად მიუხედავად სიტყვიერი აგრესიისა და ურთიერთსიძულვილისა ერთმანეთის მიმართ. რითი შეიძლება აიხსნას ეს და ამას გარდა რითი შეიძლება აიხსნას ეს ზეწოლა? ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა ჩვენი, ხო? თვითონ ტერიტორიულადაც მცირეა, მოსახლეობა ძალიან მცირეა და მაინც არის ეს ზეწოლები, იქნება ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან. ეხლა ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, რომ ჩინეთი პარტნიორია და კარგი პარტნიორია, ჯერჯერობით არაფერი დაუშავებია, მაინც ეს არის ერთი მხრივ რაღაცნაირად ზეწოლა, იგივე არაბული ინვესტიციას რაღაცა მხრივ არის, ხო? ზეწოლა, იმიტომ რომ გავლენის ქვეშ იქცევი. რატომ არის მნიშვნელოვანი ასე ეს 3 მილიონი 4 მილიონამდე ადამიანი და როგორ ახერხებს ეს 4 მილიონამდე ადამიანი რომ შეინარჩუნოს წონასწორობა თავისი გაუწონასწორებელი ხასიათიდან გამომდინარეც კი. მიგესალმებით ჩვენ მაყურებელს, დღევანდელი დღე არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რადგანაც 100.000 მოწამე დღე არის და როცა ვამბობთ რომ 3 მილიონიანი ერი ახერხებს დღის გადარჩენას, ეს 3 მილიონიანი ერი არ არის მარტო, ეს არის ხანგრძლივი ისტორია და ის სულები, ნამოღვაწარი სულები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, რომლებიც ის ფარველობა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, ის გაღებული სისხლი, ოფლი, თუ ცოდნა, რომელიც ამერმა თავის ისტორიის განმავლობაში გაიღო, არა მარტო თავისი, არამედ მთელი კაცობრიობის წინსვლისთვის, გადარჩენისთვის, ცივილიზებული ყოფისთვის ძალიან დიდი მსხვერპლი გვაქვს გაღებული და აქედან გამომდინარე, ეს არა ვართ უბრალო ერი, ახალი შექმნილი ერი არა ვართ. ეს არის ერი, რომელსაც აქვს თვით გადარჩენის გარკვეული უნარი, ხო? სხვა ერებს თავისთავად, მაგრამ ახლა ჩვენ ერთზე ვსაუბრობთ. ეს არის გარკვეული ადაპტაციური უნარი, ანუ შეგუების უნარი, სიახლეების შეგუების უნარი. თვითონ ადგილმდებარეობა ხშირად ვამბობთ ხოლმე გადაცემაში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, გრაჯვარედინია, საკვანძო. და იქიდან გამომდინარე, რომ მთელი სამყარო როგორც არის მოწყობილი, ეს არის სულ არის ჭიდილი ენერგიების, ინფორმაციის, ეს არის სულ გავლენები დაწყებული პლანეტარული მასშტაბიდან, როგორც პლანეტებიდან, თავშოთ იგივე გალაქტიკების ზემოქმედებენ ერთმანეთზე, ასევე ადამიანი ადამიანზე ზემოქმედებს, ადამიანი გარემოზე ზემოქმედებს, გარემო ადამიანზე ზემოქმედებს, ეს არის მოცემულობა ესეთი. არასდროს არ იქნება სიტუაცია, როცა რაღაც გავლენა არ იყოს, ყოველთვის იყო გავლენები. ეს გავლენები მით უფრო ძლიერდება მაშინ, როცა ერი სახელმწიფო შედის დამოუკიდებელ ცხოვრებაში, მას დამოუკიდებლად უხდება ცხოვრება, მას სჭირდება თავისი არჩევანის და თავის გონიერების, თავის ცხოვრების სწორი მართვა და ეს დამოუკიდებლობა ხშირ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ ის ილუზია, რომ ჩვენ გავლენების ქვეშ არ ვიქნებით, ან არა ვართ, ან ჩვენ ქვეშ რაღაც გავლენები არ არის, ეს არ არის, ეს არ არის მოწყობილი სამყარო, განსაკუთრებით საკვანძო ადგილებში, დედამიწის, როგორც არის კავკასია. ყოველთვის იყო არ იქნება გავლენები, უბრალოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ დამოუკიდებელი ყოფა, დამოუკიდებელი აზროვნება, იმ გავლენებიდან ჩვენთვის სასარგებლო სიტუაციის გამოყვანა, ჩვენთვის რაც არის დადებითი მისაღება, უარყოფითიდან უარის თქმა, ლავირება უნდა ვისწავლოთ, გონიერება უნდა ვისწავლოთ, ანუ ჩავცვალოთ, რომ
იმ აზვირთებულ ოკეანეში, რომელიც არის კრიზისული პერიოდები, ჩვენ უნდა სწორედ მართოთ ჩვენი კიდობანი, ჩვენი ნავი და აი ამ მართვას ჭირდება კარგი, ეს თქვა, ცოდნა ამ მართვის, ამ მართვას ჭირდება აწყობილი კოლექტივი, რა ვთქვათ, როგორც არის სამხედრო გემზე არის ის ეს თქვა კადრები, რომლებიც მეზღვაურები, რომლებიც იციან თავის საქმე და ამ ყველაფერს ჭირდება ძალიან დიდი ცოდნა, გარემოს ახმა, რეალობის ახმა. ამიტომ ის ილუზიები, რომელიც თუნდაც მე-20 საუკუნის ბოლოს ჩვენ გქონდა, რომ მარტო თავისუფლები ვიყოთ ბალახ შევჭამთ, ეს ესე არ არის. აქ არის საუბარი, რომ თავისუფლები რო ვიყოთ მარტო ბალახი ჭამა კი არა, შეიძლება გაჭირვებაც იყოს, შეიძლება პირიქით რესურსების გამოყენება იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერს უნდა ცოდნა, ერთი, ამ ყველაფერს უნდა რწმენა, რომ რა არ გარკვეული ზნეობრივი რაღაც ხერხემალი ქონდეს, რომ არ გადავამლაშოთ რაღაცა. მოქნილობა ჭირდება და ჭირდება კადრები შესაბამისი, რომლებსაც იციან როგორ მართონ განსაკუთრებით იმ კრიზისულ პერიოდში ამ გემის და ერთიანობა ჭირდება. ანუ არ შეიძლება რომ მცირე ქვეყანაში ისეთი დაძაბულობა იყოს ერთმანეთთან, აი ამ პოტენციალებს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომელიც ერთმანეთს მიმართავს ვექტორს ამ დაძაბულობის და ერთმანეთს დაანგრევენ. მაგრამ რა თქვენ ჩამოთვალეთ, ფაქტობრივად არც ერთი კომპონენტი არ არის წარმოდგენილი. ხო, ну დღესდღეობით კიდე, იმიტომ ვამბობ, რომ ამ ქვეყანას კიდე მფარველობა არის ძლიერი და კიდე ეს ხშველის რომ მფარველობა არის, იმიტომ რომ ის ინერცია, ბოლო 40 წლის ინერცია, რომელიც ჩვენ აღებული მარტო გრევაზე, ერთმანეთის გახლეჩვაზე, დაძაბულობაზე, განშრევებაზე და ატომიზაციაზე მარტო იწვევს იმას, რომ 5.400.000 მოსახლიდან, რომელიც 99 წლისთვის იყო აღწერილი, დღესდღეობით არ ვიცი რამდენი არის 3 მილიონი შეიძლება აღმოჩნდეს რომ არ დავჭირდა და აქედან გადინება ხდება. ბუნების კანონი კიდე ითხოვს რომ სიცარიელეს ვერ იდანს ბუნება და ამ გადინების შემთხვევაში აკეთებს იმას რომ ახალი რაღაც ამ სხვა ან მეზობელი ერების შემოდინებას აკეთებს აქ და ამიტომ ბევრი პროცესი რომელიც მიმდინარეობს ჩვენ თავს იგივე ეს არაბიზაციის თემატიკა ახლა რომელიც აი ამ კვირასთან კვირასთან ერთი თვის განმავლობაში ტრიალებს აქტიურად ძალიან ეს ყველაფერი ჩვენი გამოწვეულია რა ჩვენი ყოფით და ჩვენი ესე ვთქვათ იმ ძველი ინერციიდან ვერ გამოსვლით გონიერების ვერ ჩართვით აქედან გამომდინარე არის ბევრი სირთულე რომელიც ეხლა გადის ამ სირთულეს და რომელიც კიდე ელოდება ამ ჩვენ საზოგადოებას რადგანაც ჩვენ არ გვინდა იმ ძველი ინერციიდან გამოსვლა ჩვენ ისევ დიქტატის ქვეშ გვინდა და კოლონიალური ფსიქოლოგიით გვინდა რომ გვმართოს ვიღაცა. უფრო ძმებს ვეძებთ, კი ბატონო. უფრო ძმებს ვეძებთ, ანუ დაჩაგრულის პოზიციაში ვართ და ვეძებთ თავშესაფარს. ეს თავშესაფარი თუ იყო 200 წელი რუსეთის იმპერია და მე კომუნისტური რაღაც სისტემა იყო, ეხლა ბოლო 30 წელი 40 წელი დასავლეთს ვეძებთ თავშესაფარს. ეხლა გაურკვევლობაში ვართ და ისევ ახალი პატრონი გვინდა, მაგრამ აი საწავიდეთ და რა გავაკეთოთ, ვიგვაცავთ ვის ვეტაკოთ ეს არ ვიცით ზუსტად და დავიბენით, იმიტომ რომ აი ესეთ კეთილი ძიებაში, ესე იგი ჩვენი პოზიციები სუსტება. ამიტომ ერი ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი წერტილის ისტორიულ წერტილს მიუახლოვდა, რომელიც არის რომ ამ დღესდღეობის შევიკრიბებით და რაღაცნაირად ინსტიტუციურად შევიკრიბებით ეს იქნება დაუშვათ. აკადემია, ეს იქნება თუნდაც ეკლესია, ეს იქნება მთავრობა, ეს იქნება საზოგადოების წევრები, ღირებული ამათი შემოკრება მოხდება და ამ ერისთვის კურსის განსაზღვრა მოხდება და ეს კურსი არ არის რომ აი ამ ნატოსკენ უნდა ვიყოთ ან ჩინეთისკენ ან რუსეთისკენ რაღაც აქ უნდა იყოს განსაზღვრული წესები ურთიერთობით, იმიტომ რომ ამ 40 წლის განმავლობაში წესების კი მოვშალეთ ჩვენ ურთიერთობით და ელემენტარულად ის კი არა რომ რაღაც ნორმალური საზოგადოება შევქმნათ თვითონ ურთიერთობასაც ვერ ხნით. იგივე ამ ექსპერტებს შორის ურთიერთობა ძალიან ძნელია, რომ ამათ ეს ყველას თავის სამყაროს ცენტრი გონია და და ეგო მძინვარებს ჩვენთან და ამ ეგო მძინვარების გამო აღმოჩნდა რომ დღესდღეობით ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ გარკვეული სისტემების შექმნას რა და მათ შორის ხდება ესეთი პროცესი რომ გონიერი ხალხისგან გაქცევა ხდება რომ არ უნდათ გონიერი ხალხის მიღება იმიტომ რომ თლიანი ის საზოგადოებრივი სხეული რომელიც შეიქმნა ჩამოყალიბდა ეს 40 წლის განმავლობაში ხო და რომელიც არათუ ერს ზემოთ წევს არამედ პირიქით ქვემოთ და ქვემოთ ეკაჩება ღირებულებების გაცანტურება ხდება დაუსჯელობა
ხდება და ბევრი ისეთ წესები, ურთიერთობის წესების მორღვევა ხდება ყველანაირად და პატივისცემის მორღვევა. აი ეს 40 წლიანი ინერცია უნდა დაასრულდეს. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ იქ, რომ ელემენტარულად პრაგმატულად შევხედათ ამ ყველაფერს, რაც თქვით, რომ ვერ მრავლდებით პირიქით კლებაზე ვართ, როცა რეგიონში ყველა იმატებს თუნდაც დემოგრაფიულად. ყველა იმატებს, ხოთში სომხეთმა გადაგვასწრო უკვე, თუმცა ჩამოგრჩებოდა და გარდა ამისა მოსახლეობის სიმჭიდროვის მხრივაც ყველა ჩვენი მეზობელი ზემოჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი უფრო მჭიდროდ არის დასახლებული და ეს ბუნებრივად გამოიწვევს ჩვენ შევიწროებას. და აი ეს საზოგადოების ის ესე ვთქვათ დონის განვითარების დონის, სწავლის დონის და ასე შემდეგ გონიერების დონის დაქვეითება იწვევს გარკვეულ მასის არსებობას, რომელიც არ არის კონკურენტუნარიანი, თუნდაც შემოსული იმ ძალების ან იმ მოსახლეობის, რომელსაც თუნდაც საშუალო კლასი ყავთ, მდიდარი კლასი ყავთ, თავისი სახელმწიფოებრივი დოქტრინები აქვს გარკვეული და თავისი სახელმწიფოების მფარველობა აქვს კიდე აქ და ყველანაირი ხელშეწყობა და გამოდის რომ ჩვენ ყველაზე დაუცველი გამოდივართ ამ შემთხვევაში, სუსტი ჩანვართ, მაგრამ ერთი რაც არის რომ ამ ქვეყანას არტოვებს ეს სეციური მფარველობა, ეს კარგია და იმედის მომცემია რომ ამ ერს აქვს პოტენციალი თვითორგანიზების გონიერების. აი რაში ჩანს რომ ამ ერს აქვს პოტენციალი, რომ ამ ერს დარჩა პოტენციალი. ამ ერს ყოველთვის ქონდა ეს პოტენციალი, უფრო ძლივად განადგურებულ მდგომარეობაში იგი მას შეეძლო შემოკრება, ოღონდ შემოკრება არ უნდა მოხდეს იმგვარი რომ აგრესიით და უბედურებით რაც დღეს ხდება, ეს უნდა იყოს გონიერების მცდელობა, ეს უნდა იყოს რაღაცა წონადი ინსტიტუციები, რომლებსაც უნდა მოუნდეთ ამის გაკეთება, ამიტომ თუნდაც თუ ამ მთავრობა დაუშვათ ან არ ვიცი პრემიერ-მინისტრის რაღაც აპარატი, ან პრეზიდენტის აპარატი, რაღაც აპარატი რა, რომელსაც გარკვეული წონა იდეს შერჩენია, ან იგივე აკადემია, ან იგივე ეკლესია ერთად ყოფნა ამათი, აი აქ უნდა დაიწყოს საუბარი, რა თქმა უნდა მედიის ჩართულობით უნდა მოხდეს ეს და დადგენა წესების. ამიტომ ის გაყვითლებული მედია სივრცე, რომელიც არის ბოლო 30 წელი თუ ნაკლები თუ მეტი, აი ეს გაყვითლებული მედია სივრცე კი არ უნდა იყოს რაღაც განდევნილი ახლა ყველანაირად, არამედ ეს გარკვეულ კალაპოტში უნდა იყოს მოქცეული, მე არ გულისხმობ ცენზორს, მაგრამ თვითონ განსაზღვრა იმის თუ რა გვინდა რა ამოცანები გვაქვს, ამოცანების განსაზღვრა და ერთად თანამშრომლობა, დიალოგი ხალხთან პირველ რიგში, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ის ინერცია 99 წელს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ 80-იანი წლების ბოლოს, რომ მე კარგი ვარ, თქვენ ცუდები ხართ, ხო, ეს ინერცია დასრულდეს. აგენტი ჯაშუში კი. ამიტომ ეს უნდა დასრულდეს და უნდა და გაიმართოს დიდი მუშაობა ერთმანეთთან ამ ხალხის, რომელიც მეરે უკვე დაადგენს წესებს, რომელსაც აეწყობა დაუშვათ მთავრობა, აეწყობა ოპოზიცია, აეწყობა აღმასრულებელი მთავრობა, აეწყობა რეგიონალური რაღაც სისტემები და აქედან თუნდაც მედია რაღაც აეწყობა, ანუ ერს გაუჩნდება მიმართულება, რომელიც დღეს არ აქვს და ქაოტურად აი რაც თქვით, ახალ პატრონს ეძებს და ჩვენ ვამჩნევთ რომ თუნდაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში თუნდაც სხვადასხვა რეგიონია თუ ძალთა ცენტრია და მეტიც როგორ დადის სხვადასხვა ძალის წარმომადგენელი ეს არის სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. ეს ისტორიულად ჩვეული იყო ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ხო ხვდებით რომ ამ ძალებს რომლებიც მოდიან მანდატი არ აქვს საურთიერთობო ამ ქვეყნებთან, ამიტომ ჯერჯერობით ესეთი გასვლა გამოსვლები მანდატის გარეშე გასვლა გამოსვლები ხო? უშედეგო ერთია, მეორედ გამოდის რომ არ არის რაღაცა ერთი მწყობრი სახელმწიფოებრივი გზის მანიშნებელი და ერთი მხრივ ეს რაღაცა იმედის მომცემია, მაგრამ მეორე მხრივ შემთხვევაში კონტრპროდუქტიულია და ამიტომ თუ არ შეიკრა რაღაცას გონიერი ნაწილი, რომელიც უნდა აირჩევს მიმართულებად არა რომელიღაც ხარეს მიმხრობას, არამედ უპირველეს ყოვლისა ამ ერის თავისუფლებას და ამ ერის როგორც ღირებულ მოთამაშეთ, როგორც რეგიონში, ასევე რაღაც სოფლიო პროცესებში. კი მესმის ძალიან ცოტანი ვართ, პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენი სიტყვა სტატუსის მხრივ გვეთქმის ადამიანური სიტყვა, თუნდაც ქვეყნის და ეს სიტყვა უნდა იყოს თავისთავად უპირობო მშვიდობა. იმიტომ რომ ის კრიზისი, რომელშიცაა შესული დედამიწა, ჩვენ როგონია რომ ვინმე გადაგვარჩენს, ეს კრიზისი და ეს დაძაბულობა მოქმედებს ყველაზე, როგორც მცირე, ესევე დიდი სისტემებზე და აქედან გამომდინარე რომ ვინმეს ეხლა რო იქონდეს გამოსავლის გზა ნანახი რაღაცა სწორი მიმართულებით, დედამიწაზე ჯერ ესეთი არავინ არ ჩანს. ამიტომ ეხლა არის ეს პერიოდი,
სარკმელის პერიოდი, როცა ნებისმიერი ძალა, ვისაც თავთავისი ინტერესები აქვს, ეს ნებისმიერი ძალა ცდილობს თავთავისი გავლენები მოუმატოს და აქტიურდება როგორც სოფლიო, ასევე რეგიონალური ძალები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიქნებით პასიურ მდგომარეობაში, მინიმუმ ლავირება, მინიმუმ გონიერება, მინიმუმ სწრაფი რაღაცა მოქმედება უნდა ვისწავლოთ და შევკრათ ერი. ანუ ეს შეკრა ვერ მოხდება ძალისხმიერი გზით, ეს უნდა იყოს გონიერება და დიალოგი ერთმანეთზე შეთანხმებული მოქმედებები. გინდა პოზიცია ოპოზიციას შორის, გინდა საზოგადოებრივი ფენას შორის და გინდა თაობებს შორის რა. ამიტომ ესეთ გახლეჩილ მდგომარეობაში ყოფი საზოგადოება ვერ იმართება ნორმალურად კრიზისების დროს. ან ხდება მაუშოთ ამ საზოგადოების ძალითან შიშით მართვა. რისი რესურსიც მაინც ქართველები ვართ და მაინც ადამიანები ვართ, რომლებსაც რაღაცა ჩვენი ხასიათი გვაქვს და არ მოგწონს გავსი მართლობა. ეს არ არის ჩვენი სტილი მართვის, ესეთი რომ შიშით მართვა, ან ცემატყებით მართვა, ეს იწვევს კიდევ უარეს რაღაცა დაგროვებას მუხტის, რომელიც მე ღერთად დაიფაროს რაღაცა ის უწყლადობის პერიოდი მოვიდეს, ან რაღაცა მორღვევის პერიოდი მოვიდეს ამ თავრობის რაღაცის, ისეთ საშიშ მოვლენებს გამოიწვევს, რომ მე ამის დააბალანსებელი და შემაკავებელი ძალა შეიძლება ვერ იყოს და ისევ ეს რეგიონალური მოთამაშეები მე იწყებენ ხლეჩვას ამ ყველაფრის და თავის ძალის გამოვლინებას და რაც არაერთხელ ყოფილა ჩვენთვის არ არის სასარგებლო არანაირად. დიახ, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწოდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით და გველოდეთ. ჩვენ ბრუნდებით ეთერში, გამოგზავნებთ საუბარ ჩვენ სტუმართან, ერეკლე შონიასთან ერთად, აი თქვენ ბრძანეთ გახლეჩილობა და აი ურთიერთდაპირისპირების და გახლეჩვის პირობებში როგორ არის შესაძლებელი რაღაცა გონივრულის გამოდნობა ჩვენ თვითგადარჩენისთვის და კიდევ რა მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება აი თქვენ ბრძანეთ არის ძალის ადგილები დედამიწაზე. ეს ძალის ადგილები გულისხმობს რომ იმ ძალის ადგილებში გარკვეული ეთნოსი უნდა ცხოვრობდეს. ანუ ეს ძალის ადგილი გიართოთ კავკასია, ხო, მათ შორის საქართველო. ნიშნავს რა ქართველები უნდა ცხოვრობდნენ ეთნიკურად, რომ ამან შეიძინოს თავისი დატვირთა ფუნქცია შეასრულოს საწარმოს. გადაცემა გადავიღეთ, მე თუ დაინტერესებს ჩვენ მაყურებელს საათნახევრიანი გადაცემა შეიძლება ნახოს ჩვენ კედელზე დავდებ მე Facebook კედელზე. აი შორს წავიყვანს, მაგრამ დაახლოებით პრინციპი რო გავიგოთ, ეს არის აი დაძაბულობის კერა. ეს არის კერა, სადაც არის რაღაც სიახლე მოდის. ეს არის კერა, სადაც რაღაც მეტი ნიჭიერება, სადაც აგზნება მეტი და თავისთავად აქ ის ერი გადარჩება, რომელიც არის შეჩვეული, ანუ ადაპტირებული აქვს ცხოვრებას საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში. ამიტომ სიმართლე გითხრათ, შემოდინებას ახალი ხალხის აქ, თუნდაც სტუმრად, თუნდაც ისე, თუნდაც დამპყრობლად ამას მშვიდად უდგები, იმიტომ რომ აქ თვითონ აი თვითგადარჩენის და რეგულაციის ეს მექანიზმი, რომელიც ამ ქვეყანას სპარულობს, ეს ვერ იტანს დიდხანს ამ ხალხის აკყოფნას, ან ასიმილირებას აკეთებს და ადაპტაციას აკეთებს ქართულ ცნობიერების ქვეშ, ან და ეს ხალხი გადის, ან იღუპება, ან მეორე მესამე თაობაში მათ ადაპტაციის პრობლემები ექნებათ რა და ამიტომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ცოტა მშვიდად უდგები, მაგრამ მოკლე პერსპექტივაში, ხანმოკლე პერსპექტივაში თავისთავად რთულია, რომ აქ დაუშვათ დიდი რაოდენობით შემოვიდეს ესეთი მომსვლელი, რადგანაც ამის გადახარშვას ჩვენ სოციალურად, ადამიანურად, მენტალურად ვერ ვახერხებთ და მათ თავის წესები შემოვაქვთ. და აქედან გამომდინარე, ყოველი ადამიანი სადაც დაიბადება, იქ ჩათვალოთ მისი დამუხტვის ადგილი იქ არის. ამიტომ არის ადგილები, სადაც კარგია მოლოცვა, დასვენება, მაგრამ იქ ხანგრძლივი ცხოვრება ცოტა რთულია. ასეთივე ესევე არის კავკასია. აქ არ არის იმის და მიუხედავად რომ სილამაზეა, კაი ბუნების ამბავია და პირობებია და ყველაფერი. აქ ცხოვრება ცოტა რთულია, მით უმეტეს როცა ჩამული ხარ აქაურ პროცესებში და ამიტომ ეს ერი, რომელიც აქ ცხოვრობდა ათასობით წელი და აქედან რომ მიდიან ერთ თაობაში თუნდაც უცხოეთში, მათ იქ უჭირთ, მათ შვილებს უჭირთ, თუნდაც აქ უჭირთ, ანუ ეს სუსტება, ეს შტოები, ეს სულიერი შტოები, რომლებიც გადადის მამიდან შვილზე, შვილიდან შვილიშვილზე და მაინც სამშობლო აქეთ უხმობს ამ ხალხს. ახლა ჩვენი ამოცანა ისაა, რომ ვინც აქ ცხოვრობთ, რომ რაღაცნაირად მოვიკრიფოთ ძალა ეს ეროვნული თვითორგანიზების, ასე ვთქვათ, უნარი მოვიკრიფოთ. შევქმნათ გარკვეული სისტემები ურთიერთობითი და სისტემები, აუცილებლად სოფლის მეურნეობა შევქმნათ, თავდაცვის ხარ შევქმნათ, მართვის ჩვენებური მოდელი შევქმნათ, სამართლის და ასე შემდეგ, რაც ჩვენთან ისტორიულად იყო, უბრალოდ ამას
ახალი ის უნდა მივცეთ, ბიძგი უნდა მივცეთ, არ უნდა იყოთ მართულები გარედან საიდანღაც, ანუ საბაზისო რაღაცა ესეთი სისტემები ურთიერთობითი ჩვენივე უნდა ვნახოთ, იმიტომ რომ ის ჩვენი სისტემები ათასობით წელი გამოცდილია და ჩვენ ფსიქოგენოტიპზე მორგებულია და თუნდაც ადამიანობა რომელიც დღეს დედამიწაზე იკლებს, რადგანაც არის დაძაბულობა და კრიზისი, კი რაღაც თითქოს განადამიანების პროცესია დაწყებული. ეს ანტიქრისტეს პერიოდი ხოლმე, რა ჩვენ როცა ვიძახით ხოლმე, როგორი უნდა იყოს და ყველა ელოდება რაღაცის დაბადებას. სინამდვილეში ადამიანურ დონეზე ხდება ეს, როცა იკარგება ადამიანობა, სითბო, სიყვარული, იკარგება მარადიული თემატიკა, იკარგება და იმატებს ბოღმა, ვარძლი, იმატებს ტექნოლოგიური მიბმა რაღაცაზე. მარტო მივებად ტექნოლოგიას რაღაცას დაუშვათ და იქ თუნდაც სამედიცინო მხარეს გაიდლაინებით მიუდგეთ ან მარტო რაღაც რობოტიზაციით მიუდგეთ ან ხელოვნური ინტელექტით მიუდგეთ, როცა არსებობს ადამიანობა და ადამიანური მიდგომები და ამიტომ აი ეს კერა იმ სიბრძნის თუ იმ ენერგიების, რომელსაც ჩვენ კავკასიას ვეძახით, საქართველოს ვეძახით, ხალხთა ამის გულია ეს ყოველ ჯერზე როცა მსგავსი პერიოდებია, ეს ისევ ადამიანობასთან აბრუნებს მთელ კაცობრიობას და მთავარია რომ ჩვენ შევძლოს შიგნით ურთიერთობის დაალაგება. ჩვენ თუ ეს შევძელით, თუ მოვეფერეთ ერთმანეთს, მოусმინეთ ერთმანეთს, პატივისცემითი წესები შემოვიღეთით, რომ ის წესები, რომლითაც ჩვენ თუნდაც მედია საშუალებებში თვალს ვადევნებთ ურთიერთობის წესებს და იმ აგრესიას, რაც ხდება ხალხში, ექსპერტებში, საზოგადოებაში მთლიანად, ეს არ არის ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობა, ეს არის აღვირახსნილი ყოფა, რომელიც ჩვენ გვანგრევს, ჩვენ თვითგანადგურებას რთავს მექანიზმს და აქედან გამომდინარე ეს ხალხი ხოცავს ერთმანეთს, თავს იკლავს ნარკოტიკებით, წამლებით და ყველანაირი მთელი ნახევარი საქართველოს, ნახევარი თბილისი უბრალოდ რა ვიყოთ საქართველოსში ასევე პროცესი მიმდინარეობს, თუნდაც ის ანტიდეპრესანტებზე თუნდაც ვერ ანცხოვებს უკვე რაღაცა წამლების ზემოქმედების განმავლობაში ვერ ხედავს რეალობის დანახვა არ უნდა გაურბის ამ რეალობას და აი ეს არც ესმის რას ელაპარაკები ერთს ამბობს მეორე ტექსტები აღარ ესმის საზოგადოებას პირდაპირ ნათქვამიც არ ესმის ტექსტი უკვე დიდი ფუფუნია პირდაპირ ნათქვა ამიტომ არ ესმით რომ ზოგჯერ არის ხოლმე როცა ადამიანს ამოწმებ და მას კარგული პრობლემები აქვს და რომ ელაპარაკები რომ ეს კაკ დასალაგებელი ეს პრობლემა აქვს მის ფსიქიკას არ აწყობს ამის მოსმენას და ვერ იღებს საუბრისგან ხოლმე იმას დაწყობს და მერე თუ ცხოვრება მერე მას კარგად ეს თქვა შეაჯანჯღარებს მერე იწყებს გახსენებას რომ მე ხომ მითხეს ეს პრობლემა და მერე იწყებს დამუშავებას და აქედან გამომდინარე რაც ხდება ადამიანში ხდება საზოგადოებაში ეს საზოგადოება არის ამ საზოგადოების ყურადღებაა გადატანილი საერთოდ სხვა ფასეულობებზე და ამ დროს მისი სასიცოცხლო ფასეულობების მიყრუება, მიყუჩება ხდება და თუნდაც იმ მედია საშუალებები თუ ელექტრონული მედიით თუ ასე შემდეგ აღმოჩნდება რომ ამ თემატიკაზე საერთოდ საუბარი არ არის. ან თუ არის საუბარი, იგივე ამ საზოგადოებას არ აინტერესებს ეს თემატიკა და შაბლონური რაღაცებებით ურთიერთობენ, რა ქვია, მიდგომებით და ეს მანიშნებელია რომ საზოგადოება ძალიან რთულ მდგომარეობაში შინაგანად და იმის და მიუხედავად რომ მთელი დედამიწა ამს გამდგომარეობაში ხო ჩვენი ამოცანა გვაქვს და ჩვენი დალაგების მექანიზმები გვაქვს არსებობს ხალხი რომ უყურებ ადამიანებს რომელსაც გაეხსნა ნიჭი ეკონომიკის დარგში, გეოპოლიტიკის დარგში, საზოგადოებრივი მოწყობის დარგში, სულიერების დარგში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მათ შორის ახალგაზრდაც რომელსაც შემოკრეფაც შეიძლება და რომელთაც შეიძლება მუშაობა პრინციპი არის ესეთი რომ ეს არ არის მარტო ის რომ შენ ნიჭი ქონდეს მეორე შენ სოციუმში ნორმალური აი ეგოს რა უყოთ ეგოს ხო და მაგას რომ სოციალური წესები რაც აქ იყო დამკვიდრებული ერთმანეთის მოსმენა პატივისცემა თუნდაც საპირისპირო აზრის მოსმენის კულტურა და არა ის რომ ანათემას გადაცემა რაღაც კოლოსალში შეუნთო ეს აქ დაკარგული ამ საზოგადოებას და თუ ამ წესების განსაზღვრა არ მოხდა და დამკვიდრება არ მოხდა ეს საზოგადოება უკვე ერთმანეთში ვერ საუბრობს ვერ ურთიერთობს და რაღაცა გონიერ თემატიკაზე საკუთარ თავის გადარჩენის და ქვეყნის გადარჩენის ვეღარ აზროვნებს და ყოველ ჯერზე ყოველ დღე
ვიღაცის შემოგდებულ დღის წესრიგზე, რომელიც დაკავშირებულია შიშთან და შიშის მომატებასთან, აი ამ შიშზე რეაგირებს რეფლექსურად, რა? აქედან შიშზე რეაგირებს აგრესიით, რეფლექსით, თვითგადარჩენის რეფლექსით, ძალიან სიმძაფრით, რომ აი მარტო ჩემია ჭეშმარიტება და სხვაოსი არაფერი. ამიტომ ეს ისტერია, რომელიც დაწყებულია, პრაქტიკულად მასიური ფსიქოზის თემატიკაა ეს. ეს ისტერია კარგად ჩანს თუნდაც კომენტარებში Facebook-ზე, თუნდაც ყველა მიმართულებით. ყველას ლანძღავს, აი რაღაცა ჭკუას გარიგებს. ერთმა გოგონამ დაწერა, რომ კომენტარებში ეშმაკი მძვინვარებს უკითხო. მართლა ესე ანა. აქ არის ის, რომ მძვინვარებს ჩვენში ის გავგებრობა თვითგადარჩენა შიში მძვინვარებს და ამის გამაჩერებელი ძალა დღესდღეობით საქართველოში არის აი სანთლცაძე, უნდა ვიაროთ დიოგენესავით და ვეძებოთ ადამიანები, რომელსაც გარკვეული სიმშვიდე ცოდნა აქვთ, ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი აქვთ და თუნდაც განსხვავებული აზრის მოსმენის და აი ესეთი ხალხით აკომპლექტოთ, დაუშვათ რაღაცა ესეთი საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც იქნება გამსაზღვრელი ამ ერის წესების და ურთიერთობის და ამიტომ ესეთი ინიციატივა ვიღაცამ უნდა იყოს თავის თავზე, იყო მცდელობები, მაგრამ ამ მცდელობებს ისევ ახლა ბოლო პერიოდში რაც ვაკვირდები 2019 წლიდან ჩავები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რომ ვაკვირდები ხანსაწავედი აკეთებენ, ცდილობენ რომ გააკეთონ, მაგრამ ისევ 40-30 წლის წინანდელი ბოღმების პატიებას არ შეუძლია ამ ხალხს, ძველი ინერციით არიან, აგრესიით არიან და ამ ხალხს რომ უნდათ ეს ეროვნული შეკრებების გაკეთება, ესენი ამ ტვირთს ვერ აწევენ, რადგანაც ჯერჯერობით თვითონ სხვა აზროვნების ტალღაზე არიან, ისევ ძველი ინერციის არიან და ამიტომ ვიღაცამ დღესდღეობით უნდა თქვას, რომ ეს ვიღაცა უნდა იყოს ავტორიტეტული ინსტიტუცია. თუნდაც რამე ავტორიტეტი ქონდეს შენარჩუნებული, უნდა იყოს წამოსული სახელმწიფოს სათავედან, ან სახელმწიფოს რაღაცა. არის კი ასეთი ინსტიტუცია, ახლა მე ვფიქრობ, სხვა გზა არ არის. სხვა გზა არ არის. აქ ეკლესიაზე მაყურებს საუბარი. აქ არის სახელმწიფო ეკლესია, აქ ერთად ყოფნაზეა საუბარი და სურვილზე, ერთად ყოფნის სურვილზე. და აქ არის საუბარი იმაზე, რომ ის მეთოდები, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს, თუნდაც ბოლო პერიოდში რაც არის სადამსჯელო მეთოდები, ხო ეს დაჭერები, ეს არის თუნდაც მე ვფიქრობ, შედეგს დიდად არ მოიტანს. არ არის მომტანით, რომ ეს არის თუმცა კანონობდა იკანონოს, რა თქმა უნდა, ეს არის იძულებითი რაღაცა ზომებია, რომელმაც ძალიან საშიშროება ყოველთვის, რომ ჩვენი უზომობის გამო, ხო, არ გადაიზარდოს ეს რაღაცა უყურებელი არ დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, კი ბატონო, რაღაცა პერიოდი შეიძლება მსგავსი იყოს, მაგრამ სასწრაფოდ არის ახალი რამ შესათავაზებელი საზოგადოებისთვის. ეს არის იმედის გაჩენა, ეს არის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ეს არის მუშაობა ამ თუნდაც თაობებთან და ამ ხალხთან, ჩვენ საზოგადოებასთან, რომ იდეა გაჩნდეს, რომ ამ იდეამ ეს იდეა იყოს ცხოველყოფელი და რაღაც ხელოვნური, ხო? აქედან გამომდინარე, ამ შეთავაზებას განსაკუთრებით მაშინ როცა კრიზისებია დედამიწაზე, აქვს რომ თუნდაც სოფლის მეურნეობის წამოწევა, თუნდაც ჩვენთვის თვითყოფადი რაღაცა თემატიკის, რომ ჩვენ რაღაც თუნდაც რაც ჩვენია, რაც მდგრადია, რაც გამოცდილია, მარტო ჩვენთვის კი არა, თან თუნდაც სტუმართ მასპინძლობის თემატიკა წამოწევა, როცა ჩვენ აქ თუნდაც აქ მოყვანილი პროდუქტს ვაჯმევთ, დავუშვათ. აი თვითონ რა მარტივი ამბავია. შეჩეულები ვართ, მაგრამ კაცობრიობა ეხლა მიდის იქამდე, რომ აი ეს ჩვენ რაც გვაქვს კავკასიელებს და ქართველებს რაც გვაქვს, რომ ეს სტუმართ მასპინძლობის ესა ფენომენი, ეს არა აქვს ბევრს. მერე ეს ბუნებრივი მონაცემი რაც არის, რომ ამის გაფლანგვა კი არა დაუშვა და გაყიდვა კი არა ერთ დღეში, არამედ პირიქით ამის გამუშავება, გამოყენება იმისთვის, რომ აქ ჩამოვიდეს დაისვენოს ადამიანმა, იმკურნალოს, ილოცოს, ამას მასპინძლები ჭირდება, ამას ჭირდება გარემოს მოწყობა, ამას ჭირდება ეკონომიკის ამოქმედება და არა 5-8% იყოს ამოქმედებული, არამედ სისტემა შექმნა ისეთი, რომელიც მე გამიცოცხლებს და შემოსავალს მომიტანს და არ გამაფლანგებს ამ რესურსს და ამ რესურსის მებატრონე ისევ ქართველი ხალხი იქნება და ამიტომ აი ეს ყველაფერი ახალ ხედვას ითხოვს, რომ არა თუ მე გავფლანგო ეს ყველაფერი და ინვესტორები მოვიყვანო მარტო და იმათ კაპიკებში მივიწე, არამედ თვითონ სისტემის შექმნა დავიწყო.
აქ მომნახო კადრები თუ იმე მყავს, თუ არა მყავს გამოვზარდო ეს კადრები, თუ არა მყავს რაღაცა სასწავლებლად გაუშვა, ჩამოიყვანო და აქედან გამომდინარე ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენო. ძალიან მოქნილი მთავრობა გავხადო. ძალიან ესეთი დავამკვიდრო წესები, სადაც არ იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ მოვდივარ მთავრობაში მის გამო ფული ვაკეთო და ეს იქნება სახურება ხალხისთვის და ზომიერების შემოღება. ამ ფუფუნებიდან ცოტა უარის თქმა, რომელიც დამკვიდრებულია ჩინოვნიკებში და ყველგან, ხო? და აქედან გამომდინარე ის თანხები თუნდაც, რომელიც ჩვენ ახლა ამ ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ავითვისეთ როგორც ქვეყანამ, ხო? და დასავლეთმა რაც გააკეთა ერთის მხრივ შემოგვეშველა ამ ყველაფრით ამ თანხებით და ამ პროგრამებით, მაგრამ მეორეს მხრივ ეს იყო მუქთაფაფული ესე თქვა, რომელმაც გააზარმასა საზოგადოება, შექმნა გარკვეული კლასი, რომელიც ამ პროექტებში ზუზის, ამას იყენებს, არავინ გააკეთა ამ პროექტების შეფასება არასდროს და ხდება ის მომენტი, იგივე ეხება სოციალურ დახმარებებსაც, ანუ მალავენ შემოსავალს ეს არ უნდათ, იმიტომ რომ მაშინ ეს მომეხსნება არა და ამით დამღასიდებ შენ სიღარიბის და ყოველთვის ანუ შენ შთამომავლობასაც გაწირავს სიღარიბის მენტალობა ყალიბდება ესეთი რა. როს ღარიბია უნდა დაეხმაროს და თუნდაც ამ საზოგადოების გადართვა მუშაობაზე ეს უნდა იყოს ძალიან დიდი პოლიტიკური ნება, რომ ერთად ვაშენებთ რაღაცას. ერთნაირ პირობებში ვართ, ვაშენებთ ერთად რაღაცას და აი ამ გადართვის დროს თავისთავად არის ხალხი, რომელიც ამ მუშაობის გარეშეც მშვენივრად იყვნენ, იმათ არ მოუნდებათ ამის გაკეთება, მაგრამ ძლიერი პოლიტიკური ნების შემთხვევაში და რომ აქ შეიცვალოს რაღაც, აქ გაიწეროს წესები, რომ აქ ჩინოვნიკი არათუ ასოცირდებოდეს რაღაც მკვლელთან ქვეყნის არამედ მსახურთან, რომელიც პირველში იფიქრებს ამ ქვეყნის კეთილდღეობაზე, ხო? და ოპოზიციას უნდა იყოს ისეთი, რომელიც არათუ დაძაბულობას შექმნის, არამედ ერთად სახელმწიფოსთან ერთად და პოზიციასთან ერთად რაღაც ჯანსაღობონებას გაუწევს. მთელი წესებია გასაწერი. აქედან გამომდინარე ეს მთელი პოლიტიკური კლასი, რომელიც შეიქმნა აი ეს 40 წელი, ხო? და მანამდეც კიდე ნაწილი. აი 40 წელს ახსენებთ ხშირად, ანუ ეს მე ბიბლიურ 40 წელს ვახსენებ, ეს გარკვეული ციკლური განვითარების, საზოგადოების ციკლური განვითარების რაღაც მოდელი გარკვეული, რომელიც მართლა მუშაობს. იქ თაობების ცვლა და ბევრი რამეა და თავარი ამ დროს ის საზოგადოება შეიცვალოს რეალურად. და ეს ცვლა შინაგანი ცვლა არის, წესების ცვლა არის, იმ წესების დაალაგებაა, თორე იგივე ინერციას თუ ააგრძელა, რასაც მაღლობშად აკეთებდა კომუნისტების დროს, კომუნისტების ბოლო პერიოდში, როცა პარტიულეტებს ყიდულობდა, როცა ხშირად ლიმონატის ხორცლებს აწყობდა, როცა აკრძალული იყო და უშოთ მშრალი კანონი იყო და ასე შემდეგ, თვალთმაქცური რაღაცები რაც იყო, მე ამ თვალთმაქცობამ მასიურად გადაინაცვლა უკვე, როცა მოიშალა ეს კომუნისტური პარტია, გადაინაცვლა ამოუკიდებელ სიტუაციაში და დღესდღეობით ეს უკვე გამოიზარდა საზოგადოება, რომელიც ერგება, ესე იგი, ყოველ ახალ დამპყრობელს, ყოველ ახალი დამპყრობლისგან ახალი, ესე ვთქვათ, ფინანსური წყაროების ძიებაშია და თემების ძიებაშია, რომელთაც მოიძიებს ამ წყაროებს და ისე მიწონასწორობა შეინარჩუნებს, მაგრამ ხარისხობრივი ცვლა ამ სახელმწიფოს არა, საზოგადოების არ მოხდა. ამიტომ ნიჭიერი ხალხია ქართველები, არის ყოველთვის საშუალება, რომ ჩვენ ფეხზე დავდგეთ. ამიტომ როგორ აი ბოლო მომენტში მაგრამ ეს არ მომწონს ნიჭიერ და ზარმაც, იმიტომ რომ არანაირ ფასი არ აქვს გასაგებია და ამიტომ ბოლო მომენტში მაინც გააქტიურება, რომ ამ ხალხმა დაიწყოს ფიქრი, ამ ხალხმა მოინდომოს რაღაც და მოითხოვოს რეალური წესების შეცვლა და არა ის რაც დღეს ხდება ჩვენთან. და უნდა კი ამ ხალხს რეალური წესები. ხო და ამიტომ არის მომენტი, ისტორიული მომენტი, რაც მთელ დედამიწაზეა დაძაბულობა და რეალობის აღქმის შემთხვევაში დავინახავთ, რომ არ არის ამგვარი მდგომარეობა არც ჩვენთან, არც გარეთ. და ამიტომ ამან მაინც უნდა თვითგადარჩენის ინსტინქტმა მაინც უნდა დაგვაწყებინოს აზროვნება და თუ ეს შევძელით და თუ მოვინდომეთ ამ ხალხისთვის, ამ ხალხის შეკრა ერთმუშტად, გონიერად, ამ ერისთვის სწორი მიმართულებების დასახვა, ხო, ამოცანების დასახვა, რომელიც იქნება არა მარტო სულიერი თემატიკა, არამედ პრაგმატული თემატიკაც, ეს იქნება დოვლათის შექმნა, ეს იქნება ამოქმედება ეკონომიკის, ეს იქნება კადრების გამოზდა, სახელმწიფოს მოაზროვნე ხალხის მოძიება და გაჯანსაღება სისტემის და მე ის ადამიანებიც, რომლებიც პრობლემატურები არიან, ისინი ამ ფერხულში ჩაებმევიან, თორე დღესდღეობით როცა ეს იდეა არ არსებობს და ეს ვერ ვაკეთებთ ამას, ან
ფარხმალი გვაქვს დაყრილი რაღაც ინერციით მივექანებით, იმიტომაც არის რომ ჩვენ ჩანაცვლება ხდება. იმიტომაც ჩვენ რეფლექსურად ახლა ყვირით რომ არ გვინდა ეს არაბები, არ გვინდა ესენი, არ გვინდა რუსები. კი ბატონო, გავიქცეთ იქ კარგია ცხოვრება და ამ დროს თვითონ არის ჩვენი ვექტორები, არის გადასახედი, აზრობრივი ვექტორებია გადასახედი. ამიტომ არის რომ ამბობ რომ ეს ინსტიტუციების და მგონიერი ხალხის შემოკრებით განსაზღვროთ რა გვინდა, როგორ გვინდა, როგორი ურთიერთობა გვინდა, როგორი ეკონომიკა გვინდა, როგორი მედიცინა გვინდა და ასე შემდეგ, რადგანაც ჩვენ ვართ კიდევ ერთხელ ძველი ერი გამოცდილი ერი ვართ. ეხლა რასაც ახალი ერები გადიან, ის დიდი ხანია გავლილი გვაქვს ბევრი რამ და ეხლა მთავარი თემაა რომ ჩვენში ჩადებული სიმბზნე რაც არის ერში ჩადებული სიმბზნე ამის სწორი მოხმარება მოგვინდეს და აქედან გამომდინარე მოხდეს მცირე ეს შემოკრებები დაალაგება სიტუაციის ამის გაჟღერება იმიტომ რომ ადამიანებმა დაინახონ რომ ამ ერზე ვიღაც ზრუნავს და ეს ვიღაცა ვინ გამოდგება ამ შემთხვევაში ეს იქნება მთავრობა ოპოზიცია ეკლესია თუ რაღაც მთავარია რომ ამას კონდეს საერთო სამშენებლობის საერთო სურვილი, რომ კარგი საქმე ერთი კაცის გასაკეთებელი არ არის, ხო? მარტო კაცი ჭამაშია ცოდვაო ხალხური სიძნე. ამიტომ გამყოფ ამ ხალხის პოზიცია, არა პოზიცია, ეს აღარ შეიძლება. ამ პარადიგმამ არ მიგვიყვანა გამრავლებისკენ. ამან დაგვაქცია და აი დღეს მაინც უნდა იყოს ის, რომ შევხედოთ სიტუაციას, დავიწყოთ ამ ნიჭიერი ხალხის ამოკრება, შეშველება, ინსტიტუციების გაცოცხლება დავიწყოთ, რომ ეს ერი არ დგას მარტო პიროვნებებზე რა, ეს ერი ითხოვს, რომ მდგრადობისთვის, ხო? პიროვნება თუ გარდაიცვლება ვიღაცა დაუშვათ ის ინსტიტუცია არ ჩამოიშალოს, ის მიმართულება არ დაიკეტოს, ამიტომ ჭირდება ამას გაცოცხლება ინსტიტუციების. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ერეკლეს სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ ამ საინტერესო თემაზე. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, იმედია მოვიფიქრებთ იმას, რაც მოსაფიქრებელია, რომ გადავრჩეთ და გამოვადგეთ სამყაროს დედამიწას საკუთარ თავს. მე თქვენ გემშვიდობები, ჩვენ შეხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.